უკვე ცნობილი ხდება თუ რა მუხლებით დატოვებენ ბრალდებულების საპატიმროებს. პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენა შედგა. დეპუტატებმა კანონპროექტის ძირითადი პრინციპები კიდევ ერთხელ განიხილეს. და თემა ჩვენი კორესპონდენტი გააგრძელებს. მიშა ფეიქრიშვილია პირდაპირ ეთერში. მიშა, კიდევ ერთხელ მოგესალმები, რომელ მუხლებზეა საუბარი და როდის შეძლებენ პატიმრები ციხეების დატოვებას? ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი, მასშტაბური და უპრეცედენტო ამნისტია, ასეთია შეფასებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში კეთდება. მე მოკლედ შევეცდები ჩამოგითვალოთ ის ძირითადი დანაშაულთა ნუსხა, რომლის შესახებაც დღეს პარლამენტარები მსჯელობდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე და სადაც განიხილეს იმშელეს იმ დანაშაულების შესახებ, რომელთა ჩამდენი პირებიც გათავისუფლებიან საპროფილეებიდან. სასჯელისგან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები თავისუფლებიან, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული, ასევე გაუნახავდებათ სასჯელი მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნებს, ასევე გათავისუფლებიან გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩამდენი პირები, გარდა ამისა 1/13-ით შეუმცირდება სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალებს. ამნისტია შეეხება ნარკომომხმარებლებსაც და ამ კანონის ამოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 2 ოქტომბრამდე. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბეზელიამ გააკეთა სწორედ კომიტეტის ხდომის დასრულების შემდეგ. პრინციპები დარჩა, რაც იყო ამნისტიის პროექტში. ნიშნულოვანი არის ის, რომ დაემატა ამნისტიის პროექტს პოლიტიკური ამნისტიის ერთი მუხლი თავისი პრეამბულით, რადგან პარლამენტმა უკვე მიიღო დადგენილება პოლიტიკურ პატიმართა და დევნილ პირთა აღიარების თაობაზე, შესაბამისად სამართლებრივი მექანიზმი, რადგან უნდა შეიქმნას, ამავე ამნისტიას დაემატება პოლიტიკური ამნისტიის მუხლი, სადაც მითითებულია, რომ ის პირები, რომელიც აღიარა პარლამენტმა დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით პატიმრად და დევნილად, მოხდეს მათი სასჯელისაგან და პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება. სწორედ ეს საკითხი გახდა დაპირისპირების მიზეზი პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილებას, რომ ამნისტიის კანონპროექტში ჩაიწეროს ის დადგენილება, რომელიც პარლამენტმა გუშინ საღამოს მიიღო და რომელიც გულისხმობს პოლიტპატიმართა და პოლიტიკურ დევნილთა სტატუსის შემოღებას. შესაბამისად, ეს ადამიანები, რომლებიც 200 კაციან სიაში არიან მოხვედრილები, ამნისტიის კანონპროექტის მიხედვით გათავისუფლებიან. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები თავად კომიტეტის ხდომაზე გაიმართა. ეზლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამ ჩანაწერით თქვენ გვთავაზობთ, რომ პარლამენტმა ყოველგვარი კანონის არსებობის გარეშე გუშინ დაამტკიცა სია ძალიან სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე პოლიტპატიმართა სიამაყ მხედველობაში. ამ მუხლით კი პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც პარლამენტის დადგენილებით ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე იქნა დამტკიცებული პარლამენტის მიერ, აი ამ სიის მიხედვით მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვა, ისე რომ არ არსებობს სასამართლოს შეცვლილი გადაწყვეტილება. თქვენ ფრიად უცნაური არგუმენტაცია მოიყვანეთ, რომ ესე იგი თურმე სასამართლო უნდა გადასინჯოს გადაწყვეტილება და მე ეხება ამნისტია ეხება გასამართლებულ პირს, რომელსაც სასამართლო მიუსაჯა. ამნისტია ამ განაჩენს ან ბრალი წაუყენა შესაბამისად, აქედან გამომდინარე ეს ამნისტიის ბუნებაა თავისთავად. ამიტომ თქვენი არგუმენტაცია ძალიან სუსტია ანტიკონსტიტუციურობის დასაბუთების თვალსაზრისით. ამნისტიის კანონპროექტს და იმ დადგენილებას, რომელიც პარლამენტმა გუშინ მიიღო, გამოეხმაურა სულ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც შეხვედრა გამართა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან და სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ერთ-ერთ საკითხად ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. უსუფაშვილი აცხადებს, რომ სურვილია, მმართველი გუნდის სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს პატიმრების მხრიდან საპატიმროების დატოვება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ ხდომაზე დაიწყება და მას სამი მოსმენით პარლამენტი დაამტკიცებს. გადაწყვეტილება პარლამენტის, რომელთაც 200-მდე ადამიანს მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი პრაქტიკულად, ეს ეყრდნობოდა სწორედ ევროსაბჭოს რეზოლუციას, ეს ახალი რეზოლუცია, ამიტომ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს აინტერესებდათ ის გამოცდილება, რაც ჩვენთან შეიქმნა ამ პროცესში და ასევე ის თუ რას ვაპირებთ მომავალში. იმიტომ რომ პოლიტიკური მოტივით დევნილი
პირების საპატიმრო ადგილებში ყოფნა ეს უკვე არალოგიკური ქმედებაა, ამიტომ მე აუხსენი სტუმრებს, რომ პარლამენტმა დაივალა გუშინდელი დადგენილებით, რომ შექმნა სათანადო მექანიზმები იმისათვის, რომ იმ ხალხს, რომელზეც ჩვენ ვაღიარებთ, რომ პოლიტიკური მოტივებით იქნენ დაპატიმრებულნი, შეიქმნას მექანიზმები მათი გათავისუფლების. ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს კვირებში დაამტკიცებს სამი მოსმენით და შესაბამისად ის პატიმრები, რომლებიც ამნისტიის კანონის დამტკიცებას ელიან, ახალ წლამდე დატოვებენ საპრობილეებს. მიშა ფეიქრიშვილმა გაგვაცნო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვის დეტალები პარლამენტში.